ლოცვითა წმინდა თამამათა ჩვენთა თაობა იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალეთ ჩვენ ყველა წმინდა ღვთისმშობელო გაცხოლით ჩვენ ამინ სახელითა მამისათა და ძისათა და სული სიწმინდისათა თქვენ იცით რომ რამოდენიმე დღის წინ თბილისში იყო მცდელობა შემდგარიყო მამათმავლების აღლუმი ცვლილობა ქმედება რომელიც საქართველოს არსებობის განმავლობაში არასოდეს არ ყოფილა ჩვენ ქვეყანაში ამ ცვლილებაში მონაწილეობას იღებდნენ ლესბოსელები ანუ ქალები ვინც ქალებთან ურთიერთობას ამყარებენ ერთი ქალი ძაღის მე ვარ ქმარი მეორე ძაღის მე ვარ ცოლი კაცებში ერთია ცოლის ფუნქციებს ასრულებს მეორე ქმრის ფუნქციებს მათი შეკრება სულობა უნდა დაწყებულიყო ფილარმონიიდან და უნდა გაეავარათ რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედანი ქაშუეთის გვერდზე და ყველაფერი ეს სულობა უნდა დამთავრებულიყო კოლმეურნეობის მოედანზე შეკრება დაიწყო სკოლასთან 51 სკოლასთან სადაც სწავლობენ მცირე წლოვანი ბავშვები ხელში ამ ადამიანებს ეჭირათ იყო რა ახლავთ 25 კაცი ალბათ. ხელში ეჭირათ ფერადი დროშები, ცისარტყელას დროშები, ეს არის მათი დროშები. ბავშვებს რაღაც სათამაშო და ისეთი ისგონეთ ეს კიდევ ერთი საწურია ბავშვების შეცდენისა და მათი მიზიდვისა. ეჭირათ პლაკატები თავისი უხავსი წარსერებით მე ვარ გეი. მე მინდა კაცი ბიჭს უჭირავს ხელში და უკავია სურათები სადაც ბიჭთან ერთად არის გოგოსთან ერთად არის ეს ყველაფერი ხდება თან სკოლასთან ეს სკოლას თავი გავალი უამრავი ბავშვები მიდიან და მოდიან ბავშვები სვამენ კითხვას ეს რა არის უყურებენ თითებს იშორენ ეცინებათ თან სხვენიათ ისე ეცინებათ თან ეს ჭკუალა დროშები მათი ეს შეფერილობა ისინი როდესაც დაიწყეს სულობა სასულიერო პირებმა და ნაწილმა ეკლესიის ხალხმა და ნაწილმა ადამიანებისა მათ გადაუღუპეს გზა და უთხრეს რომ ჩვენ არ გაგატარებთ რატო იმიტომ რომ თქვენ ქადაგებთ და მოუწოდებთ მოსახლეობას ესეთი ცხოვრების წესისაკენ რომელიც არის არასწორი ჩვენი ქონა საუბარი მე მქონა საუბარი ერთ-ერთ ქალთან და ვეუბნები რომ აი რომ დადიხართ მეთქი ხა პლაკატები გიჭიროთ ბიჭი ბიჭთან არის გოგო გოგოსთან არის ბავშვები გიყურებენ მეთქი და გოგონა იყო მე ვფიქრე გოგოა მეთქი რაღაც ახალგაზრდად გამოიყურებოდა შენ ხო შვილები გეყოლება მეთქი შენ შვილებზე არ ფიქრობ და ქალი მეუბნები მე მყავსო შვილები გოგო და ბიჭი მყავსო მე მეუთხარი რა პრობლემა არის ჩემო შვილებმა ერთმანეთთან რომ დაწვნენ და იცხოვრონ ამას მეუბნება დედა ესეთი ქმედებაზე უამრავ ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანაზე მაქვს ლაპარაკი ევროპის ქვეყნებზე ქალებს ართმევენ დედობის უფლებას. რადგან ისინი უბიძგებენ საკუთარ შვილებს დაძმებს გარყვნილებისაკენ. მე ვთქვი რას ლაპარაკობ გესმის ხეს. ეს თელი მისი საუბარი დაფიქსირებულია კამერებზე და ინტერნეტში დევს. ამის ისტორიაში ყველა დარწმუნდება. ხო და მე ვთქვი აი ზუსტად ამიტომ რომ შენ ესეთი ხარ. და გინდა რომ ყველა ესეთები გახდე და ბავშვ სკოლასთან ატარებ ამას ყველაფერს. სკოლის წინ ატარებ ფაქტობრივად 51 სკოლის წინ, ხო? ქუჩაში ბავშვები მოდიან ჩანთებით, ზურგზე აკიდებულები ხელებს იშორენ, უყურებენ ქალი-ქალი, კაცთან ვერ გაიგეს რა ხდება. მე ვთქვი თქვენ მოუწოდებთ გარყვნილებისაკენ. თქვენ სახში რო იყოთ, არავინ არაფერს არ გეტყვი და ვინ ვის რამეს ეუნება. რამდენი თქვათ ესეთი ადამიანი არასწორი არატრადიციული თქვათ ცხოვრების წესით ვინ ცხოვრობს. ქუჩაში დადიან და საყურეც აქვს, მაგრამ გინახიათ ვინმესთან მისვლა, ანუ ჭუბიათ, ანუ გინებიათ. მათ ხო არავინ უბატონოთ არაფერს არ ეუბნება, თავისი კლუბები აქვს, თავისი კაფეები აქვს. ვინმე ჩასულა და შეურაცხყოფა მიუყენებია შინი. ჩვენ ვეუბნები რომ დახურულ სიმწეში რაც გინდა გააკეთე. და შენი უზნეობის წესს მე რატომ ახვევ თავზე კაცო? და ჩემს გარდა ბავშვები არიან. ვინ მოგწე შენ მაგის თუ შენი უფლებებს იცავ შენ, სადაც ჩემი უფლებები ილახება იქ მე არა მაქვს დაცვის უფლება. ჩემი შვილები მოდიან მეკითხებიან რა არის. ბავშვი მეკითხება რომ
რა მოხდა იქო და მე ვთხარი აი ეს და რა მოხდაო და მე ვთხარი ცუდი რაღაცა ხდებოდა აი რა მოხდა ცუდიო მე ვთხარი ისეთი უძდელი ადამიანები იყვნენ მეთქი რა უნდა უთხრე აი გეკითხებით რა უნდა უთხრა 9 წლის ბავშვს რომელიც მეკითხება რა უნდათ იმათ რატომ ჩააყენეს საზოგადოება ესეთ მდგომარეობაში ეს არ არის საზოგადოების უფლებების დარღვევა კი ბატონო ისინი ლაპარაკობენ ჩვენი უფლება ირღვევა ჯერ ერთი ეს მცნება არის ღვთის საწინააღმდეგო მცნება პირდაპირ წელი არ იმრუშო შენ მაინც ამას აკეთებ ასე ღვთის საწინააღმდეგო ცნება არ იპარო ჩვენ ვიცით რომ ჩვენ ქვეყანაში ქურდული მენტალიტეტის გამო ხალხს იჭერა კაცი იძახის რომ მე ქურდული აზროვნებისა ვარ კრიმინალს არ ჩადის არაფერს და იჭერენ კაცს ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა თუ არ იმრუშოს გამო უნდა დაიცვა ეს ხალხი ვინც მრუშობს მაშინ რატო იჭერენ კანონიერ ქურდებს მე ქურდების აპოლოგეტი და მათი დამცველი კი არა ვარ უბრალოდ სამართლიანობაზე ვლაპარაკობ მაშინ გამოვიდნენ ხალხში ქუჩაში ძველი ბიჭები პლაკატებით ჩვენ ქურდები ვართ ქურდული ტრადიციის ისენი ვართ და მორფინისტები გამოვიდნენ რა იქნება ეს არის სამართლიანობა და ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა პირდაპირ ხოლჩასო სამხრივად არის ყველაფერი გაკეთებული ციხეები სავსეა უბრალოდ იმიტომ დაიჭირეს ადამიანები რომ იძახენ რომ ჩვენ ქურდული აზროვნება გვაქვს კაც კრიმინალი არ ჩაუდენია აზროვნების გამო ეს არ არის ადამიანის უფლების შელახვა მისი აზრების გამო მისი დაჭერა და ესენი აზროვნება კი არა პირდაპირ მოუწოდება რომ ესეთი გახდე ერთ-ერთი მამათმავალი მე ვთხარი არაც ყველანაკაც რისი უნდა მწვანოდეს ამიტიო ჩემი თვითრეალიზაციას ვაკეთებ კაცი მე ვთხარი შენ გინდა თვითრეალიზაცია რაც გინდა გააკეთო შენთან სახში რაც გინდა ქენი კაცო ისე გიქნი 10 კაცი მიგიყვანეთ 30 ქალი რაც გინდა ის ქენი შენ ქუჩაში რომ გამოდიხარ და ბავშვებს რო აცდენ ამაზე მაქვს მე საუბარი თორე როდისმე ყოფილა რომ ვინმე შევარდნილა მათთან და შეურაცხყოფა მიუყენებია ეს არის ტყუილი ეს როგორც გითხარით არა მხოლოდ ჩავლა ქადაგება და მოწოდება იყო არამედ ეს იყო არამედ ჩავლა და ქადაგება იყო და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი ეს იყო ცოდვისაკენ მოწოდება ხალხისადმი ეს აკრძალულია ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში სკოლის წინ შეკრება და ქუჩაში სიარული ცენტრალურ მაგისტრალებზე სადაც ბავშვები დადიან მცირეწლოვანები მე რა ხდებოდა იცით ამ იმაში როდესაც ჩვენ ახლა საუბრობთ იქ რომ მეუბნებო საუბარი რო ქონდა უამრავი ხალხი დადის მიდის გაღიზიანებულია ხალხი ისე ზოგს ჭამის პრობლემა აქვს სახში საჭმელი არ აქვს შუქი დენიგატიშვილი აქვს 1000 პრობლემები და დაინახე ეს მამათმავლები გაგიშდა ერთი კაცი ესენი ყამაყდა ხა წარმოედგინეთ ადამიანის მდგომარეობა დაიწყეს ჩხუბი და გამლელებმა დაუწყეს ცემა მეუბნები პოლიციას რომ წაიყვანეს ხალხს დაშალეთ ხო ხედავ რასაკეთებენ და ამათ გამო რა ხდება იძებება სიტუაცია პოლიციას მიმართეთ ჩვენ როგორც კანონი რაც კანონიერი ქმედება იყო ამიტომ არიან ვერაფერს რო ვერაკეთებ გარყვნილება საერთოდ ღუპავს არა მარტო პიროვნებას სულიერად და ანადგურებს მას არამედ ღუპავს სახელმწიფოებს გარყვნილებამ გადააშენა ერები ბიზანტიის იმპერიის რომის იმპერიის დაცემის მიზეზი იყო გარყვნილება საყოველთაო ცნობილი ფაქტია რომის იმპერია გარყვნილებამ გაანადგურა უდიდესი იმპერიები მიწისაგან პირისა იმიტომ რომ უზნეო ცხოვრებით წესი ცხოვრობდნენ გახსოვთ თქვენ დღეს ახლა ამერიკაში არის მიდის მასიური ქადაგება ქალწულების ინსტიტუტის და ოჯახის ინსტიტუტის აღორძინების იმიტომ რომ იციან მათ რომ თუ კი ქვეყანა გაიყუნება ის ქვეყანა განწირულია დაღუპვისათვის უზნეო საზოგადოება ესევე ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს იცოდნენ რომ თუ ქვეყანა გაიყუნებოდა დამთავრდებოდა იმ ქვეყნის არსებობა ამიტომ საფუძველად ამას უდებ მე კიდევ გიმეორებ მე არც საბჭოთა კავშირის აპოლოგეტი ვარ და მათი დამცველი არა ფაქტები მომყავს უბრალოდ რაზე დგას სახელმწიფო ზნეობრიობას დღეს ახლა ლაპარაკობენ რომ ამერიკის პრეზიდენტმა გამოაცხადა რომ დაუშვა ერთსქესიანების კავშირი ერთსქესიანების უფლებისა მაგრამ ამავე დროს ამერიკაში არის მრავალი შტატი და თითოეული შტატი თვითონ წვითავს და დაახლოებით 9-ზე მეტი მოწინააღმდეგე არიან ამას ამიტომ ისე რომ ჩვენ რო გვეუბნები რომ ამერიკაში ეს მიღეს ესე არ არის იქ მიდის საკმაოდ ისეთი დაპირისპირება და ეხლა ვიღაცები კიდე არჩევნებში გამოდიან ისინი პირდაპირ იძახიან კანდიდატები არიან გვარები არ ვიცი მაგათი მე საერთოდ მაგრამ ეს ვიცი ეს ფაქტი რომ თქვას რომ ჩვენ ერთი იძახის მე პირდაპირ მოწინააღმდეგე ვარ ამისი
და მის პროგრამაში შედის, რომ პირიქით ზნეობრიობის დაცვა და ოჯახის კულტი და ეს იყოს პირველ ადგილზე წამოწეული. ანუ იქაც ცალსახად არ არის ამაზე, მიდის საუბარი. და როგორც იქ მიდის საუბარი და ეკითხებიან თავის ხალხს და რეფერენდუმებს აწყობენ შტატებში, ვკითხონ ჩვენ. გვინდა რომ ქუჩებში ტიტუელა კაცებმა და ქალებმა აიონ ერთმანეთს კოცნონ ქუჩებში? ჩვენ მათ ხო არაფერს არ ვარდნით, მათ სახლებში ხო არ ვარდნით. შეურაცხყოფას ხო არ ვაყენებთ. უამრავი მათგანი მეცაც გეტყვით პირიქით ეკლესიას ეს ხალხი უყვარს და ეცოდება ეს ხალხი ეკლესიას. მე მყავს ბრევში ესეთი ხალხი, ქალებიც და კაცებიც. ეს ხალხი ჭიდაობს საკუთარ თავთან, ეომება საკუთარ თავს და როგორ სიმართლე რო გითხრათ, ყველაზე მეტ დროს ამ ადამიანებთან საუბარს უთმობ. გოგოები იყვნენ, ვინც არატრადიციული ურთიერთობები ჰქონდათ სხვა გოგოებთან, დღეს ოჯახები ყავთ და შვილები ყავთ კაცი. შვილები დაყავთ ეკლესიაში და ღმერთს მადლობას სწირავდნენ, რომ გამოვიდნენ ამ საშინელი მდგომარეობიდან და როგორ თვითონ ხსნიან რა მდგომარეობაშიც იყვნენ. იგივე მდგომარეობაში არიან კაცები. ეკლესიას ეს ხალხი კი არ ეჯავრება და დასახობად კი არ ყავს განწერული. ჩვენ დასახობი და დასაკარგი არავინ არ აკავს. ჩვენ უბრალოდ ამათ ვაფრთხილებთ, რომ ამის ბოლო არის ჯოჯოხეთი. რადგან სახარებაში წერია ეს. არცა მამათმავალთა, არცა მეძავთა, არცა ჩუკენთა, არცა მაგინებელთა სასუფეველიც ათა ვერ დაიმკვიდრონ. ჩვენ ვიცით ეს სიტყვები, რომ ეს ადამიანები სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. ჯოჯოხეთისთვის არიან განწირული და გვეცოდება ეს ხალხი. და არა მარტო ეს ხალხი გვეცოდება, ჩვენ უფრთხილდებით მათ გარემოს, რომ სხვაებიც არ გაყვნენ. რა არის ამაში ცუდი და არა ადამიანური ქმედება, მითხარით. ჩვენ რო იქ დაუწყოთ ამათ ძალადობა გასაგებია. გარყვნილება ღუბავს არა მხოლოდ პიროვნებებს, როგორც გითხარით, არამედ მთელ სახელმწიფოებს. გარყვნილების გამო მოხდა ზუსტად აი მცოდვის გამო მოხდა სოდომის და გომორის დასჯა. სოდომი და გომორი 500,000-იანი ქალაქები იყო, მათ ერთად კიდე 3 ქალაქი იყო მცირე ზომის. ეს ქალაქებიც დაახლოებით 300,000 კაცი ცხოვრობდა ამ 5 ქალაქში. უზნეო ცხოვრების წესით იყვნენ დაკავებულები, დედების შვილებთან წვებოდნენ. დები ძმებთან, რაც ამ ქალმა მითხრა, ქალბატონმა რაც ილაპარაკა, ჩემთან პირდაპირ მითხრა, რომ მას პრობლემა არ ქონია თუ მისი შვილები ერთმანეთთან რო დაწვებოდნენ. აი ამის გამო ღმერთმა გოგირდის ცეცხლი აწვიმა და ეს ქალაქები დაწვა. ამ ქალაქების ნანგრევები თვალსაჩინო მაგალითად არის შენახული იუდეაში, პალესტინაში. მიყოლდა ნახო, მკვდარი ზღვა. შიგნით უდიდესი შემცველობა გოგირდის, მარილის და ნანგრევების ზღვის ფსკერზე სოდომის და გომორის. ამ ცოდვის გამო მოხდა წარღვნა. ეს ადვილი სათქმელია, წარღვნა მოხდა. წარმოიდგინეთ რა მოხდა რა. ჯერ აქ თბილისში პატარა წვიმა იყო და რა შიში და რა შფოთი იყო და წარმოიდგინეთ მთელი სამყარო დაიფარა 40 დღე გადაუღებლად წვიდა. ქალები, ბავშვები, შვილები, მოხუცები წყალმა დააღჭო. გოდება, ვაება, ყაღადება, რა ხდებოდა წარმოიდგინეთ რა. და ღმერთმა ეს დაუშვა რატომ? იმიტომ რომ აი ამ ცოდვით დაცემული ადამიანების გამოსწორება უკვე აღარ შეიძლებოდა და ღმერთმა აი ამითი დასაჯა დედამიწა. ეს ცოდვა იქნება მიზეზი მეორედ მოსვლის დაწყებისა. და არ გვინდა ჩვენ თავზე სასჯელი დავიტეხოთ. ცუდი არის ამ რამეში ესეთი მიდგომა? იოანე ნათლისმცემელი ნახეთ, როდესაც ჰეროდემ იუდეის მმართველმა ცოლად საკუთარ ძმას წაართვა ცოლი ფილიპეს და მისი ცოლი მოიყვანა სახლში ცოლად დაისვა. იოანე ნათლისმცემელმა ეს გააკეთა, მისი მომსახურე მივიცეყუდა სამეფო კარზე. მათაც დაიწყეს მიბაძვა ნათლისმცემლის. ეს პროცესი რო გაგრძელებული იყო, მთელი ერი მიბაძავდა ჰეროდეს, დაიწყებდა უზნეო გარყვნილ ცხოვრებას, ამით დაცილდებოდა ღმერთს და დაიტეხავდა ღვთისრისხვის თავზე ისეც როგორც სოდომა და გომორა დაიტეხა. ამიტომაც ნათლისმცემელი აღუდგა ამ ქმედებას, ხელისუფალისა მეფის ქმედებას, ამხელდა ჰეროდეს და ნათლისმცემელს სწორედ ამიტომ მოჭრეს თავი. ანუ იოანე ნათლისმცემელმა თავი შეწირა ზნეობრიობის დაცვას. ზუსტად იგივე ხდებოდა საქართველოში. როდესაც ტახტზე ავიდა ლაშა გეხმეწაკი კი ისტორიას.
უსმინეთ ქართლის ცხოვრებიდან. ჩამთა აღწერებელი მოგვითხრობს ესე. ქვეყანა საქართველოისა მიეცა რაც თამარ მეფე გარდაიცვალა მაგის შემდეგ. განსარყნელად ამის ძალითა რამე თუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი. მოწყალება, სიყვარული, სიწრფოება, სიმართლე და ამის წილ მოიგეს ამპარტავნება, ზაკვა, შური, სიძვანი, უზნეობანი, უწესობანი. ღმერთმა ჯულის დამოწყებელ ერთ სასტიკი სასჯელი მოუვიდა, გამოჩნდნენ მონგოლები, გამოჩნდა ჯალალედინი და რა დღეში ჩავარდა საქართველო გახსოვთ. 100,000 მოწამის სისხლი დაჭირდა ამის ჩამოცილებას ყველაფერს. აი ამიტომ ეშინოდა იონე ნათლისმცემელს ეს რო არ გაეკეთებინა ჰეროდეს. ლაშა გიორგი როდესაც დაიწყო ესეთი ცხოვრება, მას აყვა მთელი ერი ფერხულში და გაირყონა ერი და სასჯელად მოვიდა ჯალალედინი. როდესაც 100,000 კაცი აწამო მეტეხისხლიც. გარდა ამისა, მერე მონგოლები მოვიდნენ. რუსუდან მეფე ეხვეწებოდა რომის პაპს, ოღონდაც მოდიო, მომეხმარეო თათრების წინააღმდეგ მონგოლებს თათრებს ეძახდნენ. და მეცოდა მთელი ჩემი ერი რჯულს გამოვიცვით, ანუ კათოლიკობას მივიღებთ. რომის პაპს პირდებოდა. და ღმერთმა რა დღეში ჩააგდო რუსუდანი ხო გახსოვთ. და თვითონაც არასწორად იქ რაღაც სერიოზული შეცდომები ქონდა, ზნეობრივ თვალსაზრით იცის რუსუდანს. ხალხი ისე განაგზობს ცხოვრებას, გულისხმობ ვერ ყვეს ხალხი. 1244 თუ 56 წელი იყო, მოხდა უდიდესი მიწისძვრა. დავით ულუს დროს. მთელი ქვეყანა შეიძრა და მთელი ეკლესიები ჩამოიქცა. ვარძიის მესამედი მაშინ ჩამოინგრა. 2/3, ეხლა მესამედია დარჩენილი რაც არის. მიწა ერთი წელი ბღუოდაო მემატიანი აღწერს და შავი ყვამლი ამოდიოდა მიწიდან. აი მაშინ კი დაფიქრდნენ ქართველები. როხთვის რისხვა გამოიწვიეს თავისი უზნეოწყო, დაიწყეს გამოსწორება და შედეგი ის იყო, რომ დაალაგდა ქვეყნის ცხოვრება და საბოლოოდ ამას ყველაფერს მოყვა დემეტრე თავდადებული და გიორგი ბრწყინვალის მეფე. ანუ პირდაპირ ხედავთ, რომ უზნეო ცხოვრებაში ქვეყანას ანადგურებს. ცოდვა არის მიზეზი ყველაფრის. ცოდვა არის მიზეზი სიკვდილისა. ადამი რატო მოკვდა? იმიტომ რომ ცოდვა ჩაიდინა. ცოდვით იწყება ყველაფერი. ჩვენ თუ ცოდვას შევეგუეთ და ცოდვას ცოდვა აღარ დავარქვით, ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს. აი ამის მაგალითი ჩვენ თვალწინარეს. პატრიარქი, ეკლესია სთხოვდა, რომ იმ ადგილას სადაც 100,000 მოწამის სისხლია, სადაც გაჟღენთილი ეს მიწა ჩვენი წმინდანების სისხლით, ჯალალედინის მიერ თავები რომ დააჭრეს და ჭეშმარიტების დაცვა შეწირეს თავი. ჯერ თავიდან ეს ადგილი გადაცეს ეკლესიას, იქ ტაძარი უნდა აშენებულიყო 100,000 მოწამის სახელზე, პროექტებიც იყო მე მგონი გაკეთებული. მერე ისევ შეცვალეს გადაწყვეტილება, დღეს ბუდას ქანდაკება დადგეს. ბუდა ის ქანდაკებასა ჩვეულებრივ კერპი. ფსალმოში პირდაპირ წერია, წარმართა ღმერთნიან კერპები ეშმაკნი არიან. ანუ კერპთაყვანისმცემლო პირდაპირ ეშმაკის სახურებაა წმინდა წერილის მიხედვით და ჩვენი საზომი და ორიენტირი წმინდა წერილია. კერპთაყვანისმცემლობა ითვლება სასიკვდილო ცოდვად. კერპთაყვანისმცემლობა შეეწირა წმინდა გიორგი, წმინდა ბარბარე, წმინდა ეკატერინე, წმინდა თეოდორე და უამრავი ადამიანი. აი ეს კერპი დადგეს 100,000 მოწამის ადგილას. შედეგი ვიღაცა შეიძლება გაეღიმოს და სუეციმენ, მაგრამ ნოეს დროსაც ესე იცნობდნენ, დასწინოდნენ ნოეს. გიჟი არის, ნოეზე ეძახდნენ. 120 წელი ქადაგებდა, ნოე და ამზადებდა ადამიანებს, ეუბნებოდა რომ წარღვნა დაიწყება, ნუსწოდავდა. და გემს რო აშენებდა მთის წვერზე, დასწინოდნენ ნოეს. გიჟი ხარო შენო, გემს თუ აშენებ, მთაზე რა უნდა გემს ზღვის ნაპირას უნდა აშენო. შეიძლება ჩემს სიტყვებზე კიდევაც გაიცნო, იცინიან კიდევაც. ბოლოში ვინ გაიცინებს ის არის. და მე ჩემი ერი მეწოდება თორე იმათმა იცინო. აი ამას მოყვა ის მთელი წვიმები და მიწისძვრები რაც იმ ადგილას დავით გარეჯის მონასტერი გადაცეს მუსულმანებს ფაქტიურად. მსგავსი რამე საქართველოს ისტორიაში არასოდეს არ ყოფილა, მეფეს ტაძარი თავისინებით გადაეცა მუსლიმებისთვის. ესეთი მეფეები კი იყვნენ როსტომ ხანი და ვიღაც, მაგრამ ისინი ამას ვერ ბედავდნენ აშკარად ამის გაკეთებას. პირიქით როსტომ ხანი აშენებდა სვეტიცხოველში არემონტად და ტაძრებს აშენებდა და რაღაც გარეგნულად უკეთებდა ტაძრებს რაღაცებს. ქართული ტაძრები იგრევა. ფერიის თაზე და კიდე სხვა ტაძრები. ნებართვა თუ არა ტაძარს არ აშენებინებენ. ამ ფონზე 200-მდე მეჩეთი აშენებული უკანონოდ თავის სასწავლებლებით, მედრესეები.
ბათუმში აზიზეს მეჩეთი უნდა ეშენებინა. აზიზე იყო პიროვნება, ვინც აჭარის გამოსულმანებას დაუსვა წერტილი. რაც შაჰაბაზმა გააკეთა კახეთში, აი ეს გააკეთა აზიზემ აჭარაში. წარმოიდგინეთ, ეხლა რომ შაჰაბაზის მეჩეთი რო ააშენონ კახეთში, თელავში ან სადმე, მურმანყროს მეჩეთი რო ააშენონ, სადაც დავით და კონსტანტინე აწამეს ხეიძეები და ჯალალედინის მეჩეთი რო დავდგათ 100,000 მოწამის ადგილას. თანაც ეს აზიზეს მეჩეთი უნდა დაედგათ, სადაც იუნკერები ბრძოლობდნენ, ვინც თავის შეწირა ბათუმის განთავისუფლებას, იმათ საფლავებზე წარმოიდგინეთ. ახალციხეში მეჩეთს რო აშენებენ, ოქროს გუმბათს რო ადგავენ. ეს მეჩეთი თვითონ ინტერნეტში დევს, არც ვიცოდი. ეკლესიის ნანგრევებზე ყოფილა აშენებული, ეკლესიის ქვებით ყოფილა აშენებული. ოქროს გუმბათიანი რამოდენიმე მეჩეთი, ერთი ომარის მეჩეთი იერუსალიმში, ერთი მექაში ოქროს გუმბათიანი რაღაცა და ერთი აქ არის ალბათ. დავით გარეჯი გადაცეს, ხო? ნუ ჯერ ძახია გადაცეს თუ არ გადაცეს, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ხალხი პროტესტს გამოთქვა და ხვალაც მივდივარ ჩვენი პარაკლისის ჩასატარებლად. მოხდა ერთი მიწისძვრა, მოხდა მეორე მიწისძვრა. თან იქ ხდება ის არის ეპიცენტრი, ის რეგიონი. საგარეჯო ისე დასეტყვა, რომ მოსავალი აღარ მოდის. 40 წუთი მოდიოდა სეტყვა, საერთოდ გაპარსულია მთელი საგარეჯო. ჩვენ გვეშინია, მე მეშინიას, აი ამაზე დაყრდობი წმინდა წერილიზე ბუდელი ვარ მე და წმინდა წერილი ვცოცრო. და წმინდა წერილი ყოველთვის მაფრთხილებს და ქართლის ცხოვრება, რომ სასჯელებით თავდება უზნეობა. და მე მართლა მეშინია, რომ ესეთი უზნეობა თუ დაკანონდა აქ. მაინდა-მაინც გოგირდის ცეცხლი უნდა წამოვიდეს და დავიწვათ. თან ხედავთ როგორი მდგომარეობა არის, ხო? დღეს ხვალ შეიძლება დაიწყოს ომი ირანთან, მთელი მსოფლიო ჩართული. ეპიცენტრში ვართ ჩვენ. იმის მაგიო რომ ღმერთს თხოვდეთ, რომ ღმერთო დაგვიფარე და ღმერთო გადაგვარჩინე. შეიძლება ისეთ ხათაბალაში გავემბათ, საერთოდ არაფერი აღარ დარჩეს ჩვენ. აი ამისი მეშინია მე. არა მაქვს საფუძველი შიშის. არა მაქვს უფლება რომ ჩემი ერი მეწოდებოდეს და ვაფრთხილებდეს რომ შეიძლება ეს მოხდეს მეთქი? თორე ეს მამათაურები გაივლიან თუ ჩაივლიან, მაგას კი არ არის ნიშნული. ქუჩაში უამრავი დადიან, კაცო. ჩვენ კი არ დავდევთ მათ და კი არ ვეჩხუბები. როცა აღლუმებს აწყობენ და აფიქსირებენ თავის და მოუწოდებენ ხალხს, აი ამაზეა საქმე. მე კიდევ ვიმეორე, პირიქით მოვიდნენ ეკლესიაში, კაცო, მივეხმარებით, გვერდში დაუდგებით, აუხსნით, რომ სადამდე შეიძლება მივიდნენ. და კიდევ ერთხელ უსაუბრა, ჩვენ ეს ხალხი გვეცოდება. და მეცოდება ის ხალხი, ვინც მის გარშემო არიან. თქვენ იცით, მათ კიდე საპროტესტო რაღაც გამოსვლა ჰქონდათ? პარლამენტთან და იქ მივიდნენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები და თანაგზნობა გაუწიეს მათ. იცით რა არის? ისინი აქედან შორს არიან, მათთან არც მიწისძვრები ხდება. და არც ომის ეპიცენტრთან არიან სახლოს. ზუსტად ესევე ახალისებდნენ რომის იმპერატორი, რომის პაპი უпроსტორეთ. ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს ბოლო იმპერატორი იყო და ეუბნებოდა მიდიო, ნუგეშინიო, მოგეხმარებიო მუსულმანების წინააღმდეგ ზოგადო რჯული გამოიცვალა, ანუ ღმერთს უღალატეო. გააკეთეს ეს ბიზანტიელებმა კონსტანტინოპოლში გამოცვალეს რჯული 1452 წლის 12 დეკემბერს ხელი მოაწერეს უნიას კათოლიკობაზე გადასვლის და 1453 წელს კონსტანტინოპოლს, როდესაც მაჰმუდ მეორემ შეუტია, 28 მაისს კონსტანტინოპოლის სტამბულად იქცა. ისინი ვინც ეუბნებოდნენ გვერდში დაგიდგებიო, მართლა წამოვიდნენ, ორი გემი გამოუშვა. ორი გემით შეიძლებოდა 200 ჯარისკაცით მაჰმუდ მეორეს წინააღმდეგ ბრძოლა? და ეს მოტყუებული და გაბრიყვებული ბიზანტიელები, კონსტანტინოპოლელები დამარცხდნენ. და დღემდე მისტირიან თავის ძველ დიდებას ბერძნები, დაკარგეს კონსტანტინოპოლი დედაქალაქი. და დღეს სტამბული ქვია კონსტანტინოპოლს. და იმ დღეში არიან ჩავარდნილ შემოსილს არ შეუძლია მგდელ სიარული კონსტანტინოპოლში. მიზეზი რა იყო? ღმერთის ღალატი. ზუსტად იგივენაირად მოატყუა რუსეთმა ერეკლე მეფე, როდესაც ტოტლებელმა უთხრა დაიწყო მინდა მოგეხმარებიო და მიატოვეს შუა ომში. აი ესე არ მოგვივიდეს.
ზოგიერთისთვის მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, ზოგისთვის დასავლეთიდან. ზოგისთვის ჩრდილოეთიდან, უпростоრე, ზოგისთვის დასავლეთიდან. ჩვენთვის მზე ყოველთვის აღმოსავლეთიდან ამოდის. და ჩვენი მზე მარადიული არის იესო ქრისტე. ჩვენ უნდა გქონდეს იესო ქრისტეს იმედი, ღვთისმშობლის და წმინდანების, ვინც გვიფარავენ და გვიცავენ. სხვა პატრონი ჩვენ დედამიწაზე არ აქვს. და თუ არ გჯერათ ეს, გადახედეთ საქართველოს ისტორიას. ვინც კი რამე შეპირდა, ყველა მოატყვა, რუსებმა მოატყვეს, ყველა ატყუებს. აი ეს რაზეც ვისაუბრე, არ მაძლევს იმის საფუძველს, რომ ეს შეშფოთებული იყო და ჩემი ქვეყნის ბედის მეშინოდეს და მტკიოდეს. აი ეს გვალაპარაკებს ჩვენ. თორე ამ ხალხის სიძულვილი კი არ მალაპარაკებს. კიდევ ვიძახი, იმდენია რომ სანამ არ დაიღლებიან. მაგრამ დროშები და პლაკატებით ნუ გამოვლენ. და რაც უნდა აკეთონ, ვინ უშლის ხელს? თანამდებობები არ აქვს თუ რა? საქართველოში არასდროს არ ყოფილა შემთხვევა, რომ სხვა სარწმუნოების ადამიანები ეცემო დაერბიოთ მათი სალოცავები ან რაღაცა თავის გარემოში რაც უნდა გააკეთონ კაცო. მერთმა გაკურთხოთ. მერთმა დაგლოცოთ და დედა ღვთისმშობელმა დაგვიფაროს და შეგვიწყალოს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგვეციოს ჩვენ. სხვა პატრონი ჩვენ არ აკვავს. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩააბარა ქვეყანა და ვებედროთ რომ დაგვიფაროს. აი ჩემი თხოვნა იქნება მე ყოველთვის გეუბნებით რომ დღეში სამჯერ იქნებ პატარა ამ ღვთისმშობელი ქალწულო გიხაროდნენ ან ღირსას ჭეშმარიტად ან ზესთაბრძოლისა ან მოწყალებისა კარი გაგვიგეთ ან რომელიმე ტროპარი ღვთისმშობლის თქვა და მე თქვენი სიტყვებით თხოვეთ ხოლმე რომ დღეში სამჯერ დილით საღამოთი შუადღისას დედა ღვთისმშობელი იესო ქრისტე ხო ჩაგაბარა ეს ქვეყანა გეხვეწები გვიშველე და დავიფაროთ მეტი არაფერი აი ეს თხოვეთ მარტო ღვთისმშობელს მერთმა გაკურთხო და მერთმა დაგვიწვა